მე კვლავ უბრუნდები ძალიან მნიშვნელოვან თემას, რომელზეც ჩემი აზრით პოლიტიკოსები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ქართული ოცნების ოპონენტები ბევრს უნდა ლაპარაკობდნენ, უფრო მეც უნდა ფიქრობდნენ და კიდევ უფრო მეც უნდა მსჯელობდნენ ერთმანეთში, საზოგადოებასთანაც იდეებს უნდა ცვლიდნენ, რაღაც გამოსავალს თავაზობდნენ ქართულ სახელმწიფოს, ქართულ საზოგადოებას. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი, როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ ის გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაშინ, როდესაც ეს რუსი ოლიგარქი მიზინა ივანიშვილი საქართველოს ოკუპანტი აღარ იქნება სათავეში და აღარ გაგრძელდება ის პოლიტიკა, რა პოლიტიკასაც თუ ამას პოლიტიკა ჰქვია, ატარებს ეს ივანიშვილი და მის ფრთებქვეშ მოქცეული ნებისმიერი ბანდიტი, ქართული ოცნების ბანდიტები. ყველაფერი ერთმანეთთან გადაჯაჭვულია, მაგალითად. გარდაულად აუცილებელი იქნება სწრაფი ტემპის სიარული ევროკავშირისაკენ და ფიქრი იმის თაობაზე, რომ ევროკავშირში როცა და თუ გავწევრიანდებით აფხაზები და ოსები ჩვენ შემოგვირიგდებიან, ლეგიტიმური ფიქრია. მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ გარდაულად ასე მოხდება, იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ სრულფასოვანი წევრები ვიქნებით ნატოსი და ევროკავშირისა. ანაკლიის სპორტი თითქოს რა კავშირშია, მაგრამ ანაკლიის სპორტიდან ანაკლიიდან ვიდრე ოჩამჩირემდე არის 18 თუ 23 კილომეტრი და ანაკლიის სპორტი თუ გაკეთდება, იქნება და აფხაზებს მისთვისაც იყოს ის მომხიბვლელი. მე შეიძლება გარკვეული ეკონომიკური პროექტების შეთავაზებაც მათთვის. მოდი გავაერთიანოთ ანაკლია და ოთი და ანაკლია და ოჩამჩირე. საერთოდ ერთიანი კონცეფცია ჩამოვაყალიბოთ შავი ზღვის განვითარებისა, ის იქნება ტურისტული რაღაცა ქალაქი ბიჭვინთა, ასევე რაღაც არის გონიო პირობითად, ხო? ათუმი, კობულეთი. აი რაღაცა საპორტო ქალაქები კი უნდა იყოს ოთი, ბათუმი აღარ, ანაკლია, ოჩამჩირე, სოხუმით შესაძლოა ეს სოხუმი არც უნდა მესახელებიდან, მაგრამ არ ვიცი. ამაზეც უნდა ვფიქრობთ. მაგრამ ეს არის კი 100%-იანი გამოსავალი კი არა, წამალი, რეცეპტი და წამალი. საიმისოდ რომ აფხაზეთი დაბრუნდეს, აფხაზეთი თუ დაბრუნდა ცხინვალის რეგიონი ავტომატურად ბრუნდება, მეთქი ამ დაშვებით ვილაპარაკებთ თქვენის ნებართვით. მე მგონია რომ არა. ამიტომ პოლიტიკოსები თამამად ხაზგასმით ვამბობ, უნდა ლაპარაკობდნენ ნებისმიერ გზაზე, ასაკვირველია პირველ ყოვლისა მშვიდობის გზაზე და მშვიდობიანობა გარდაულად აუცილებელია. ოღონდ მშვიდობამდე უნდა მივიყვანოთ ჩვენი ქვეყანა და პროცესიც მშვიდობიანი უნდა იყოს და ის პროცესი, რომელზეც მე ვსაუბრობ, ის ამბავი, რომელზეც მე ვსაუბრობ, უკვე მე რამდენად სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფია. გრძელვადიანი კი არა, სამარადჯამო მშვიდობის უზრუნველყოფია. ოღონდ ამისთვის რაღაც გარკვეული ძალის გამოყენა, დემონსტრირებაც კი დაგჭირდება ვინც ის, როგორც უკრაინა ახლა იყენებს ძალას სწორედ იმისთვის, რომ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დასვას. და ეს არ არის რამე განსაკუთრებული, ეს არ ნიშნავს ომს, აქვე გეტყვით. ის უფრო სრულ მასშტაბიან და ფართო მასშტაბიან და ხანგრძლივ ომს. მაგრამ ეს ერთ-ერთი სტრატეგიული, თუ გეოთ ასე ვიტყვი, სტრატეგიული და იმავდროულად ტაქტიკური ნაბიჯია. მე ვუბრუნდები იმ თემას და ვიკითხულობ ასე, განა რამდენი აფხაზი ჯამში იომებს აფხაზეთისთვის, ანუ რამდენია სეპარატისტი, ან თუ გეოთ ასე ვიტყვი, სეპარატისტი პრორუსი ან სეპარატისტი პროაფხაზური. ერთიანდებიან ისინი მაღალი ალბათობით, მაგრამ რაღაც ეგზისტენციური საფრთხეების არ მოქმნის შემთხვევაში, მაგრამ განა რამდენი არიან? ბევრი მეტყვის რომ 1000-ზე მეტი არ არის, არა, მეტნი არ იქნებიან, 7000 კაცი, 12000, 15000 კაცი. მაგრამ უფრო სხვაგვარად რომ დავსვათ კითხვა, რამდენი შეგვაკლავს თავს? 15000-ვე ეჭვება გულახდილად გეტყვით. თუ პარალელურად შენ შეთავაზებული მათთვის გექნება ეკონომიკური აღმავლობა, განვითარება, ფართო ავტონომია ეკონომიკური, ფართო კულტურული ავტონომია. კიდე რაღაც სხვა ოფერებიც გექნება გაკეთებული თბილისიდან. გაფიქრდებიან, 20000 აფხაზიდან, რომელიც თეორიულად შეიძლება თეორიულად აიღოს ფილთა თოფი და იბრძოლოს შენს წინააღმდეგ, 17200 დაფიქრდება. და დარჩენილი 2800-დან 280-ზე მეტი მაინც არ შემოგცირავს თავს, ანუ 10%.
კითხვით ასე. ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ან პოლიტიკურ სეპარატისტული ხელმძღვანელობა, რომლებიც შესანიშნავად ხვდებიან იმას, რომ იმიტომ არ დაკაბულდებიან არაფერზე, რომ თუ თბილისის იურისდიქცია დამყარდა მთელ აფხაზეთზე, ამ შემთხვევაში მათი ადგილი საპატიმროში იქნება და სწორედ ამიტომ იომებენ ისინი, არ მინდა თქვა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, მერქი არა, ალბათ მასე მაინც არ არის, მაგრამ ის გააფთრებით, ვთქვათ ასე ვთქვი. ამდენიმე ოსი დავამატოთ ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმიდან 500, 600, 1000, 1500 კაცის პრობლემაა, 700-ზე მეტის არ იქნება ჩემი აზრით. ამიტომ ჩვენ დაგვჭირდება მოკლევადიანი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, როგორც ჩანს, მოკლევადიანი სპეციალური ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარება და ანტიტერორისტულს კი იმიტომ ვარქმევ ამ ყველაფერს, რომ ისინი არიან ტერორისტები, რომლებიც ატერორებენ აფხაზურ საზოგადოებას ერთის მხრივ აფხაზეთს, როგორც სივრცეს, მეორე მხრივ ქართულ სახელმწიფოს ატერორებენ, აშინებენ, აფრთხობენ, ეომებიან, ებრძვიან, ანგრევენ და ასე შემდეგ, რასაკვირველია, ზურგმიცემულები რუსეთის მხრიდან და ბარემი ვიტყვი, რუსეთი რომ არ არსებობდეს ამ ფორმაციით და მაღალზე მაღალი ალბათობა იმისა, რომ რუსეთი ამ ფორმაციისა აღარ იარსებებს, ანუ პუტინის დასრულების შემდეგ რუსეთი ძნელად და რთულად, მტკივნეულად და ძიმედ, მაგრამ გადავა მაინც გარკვეული პერიოდის განმავლობაში და შემდეგ ეგრეთ წოდებულ დემოკრატიულ რელსებზე და მის იმპერიულობაც შესაბამისად ჩაცხრება, შესაბამისად თუ რუსეთი აღარ იქნება ამგვარი იმპერიული, შესაბამისად აფხაზეთის კონფლიქტის ან აფხაზეთის პრობლემა როგორც ასეთი მომრგვალდება, მოთავდება, დასრულდება შედარებით იოლად ვიდრე ახლა რომ მოინდომოდა მისი დასრულება გადაწყვიტო. კერძოდ, ახლა რომ დაიწყო მისი დასრულება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დასუსტებულია, რუსეთი მაინც გარკვეულწილად ალბათ მიეხმარება და გრძელვადიან ომში გადაზრდის დაპირისპირებას აფხაზეთში, საქართველოსა და რუსეთს შორის. ამიტომაც დამატებით და ასევე იმიტომ, რომ მსხვერპლი იქნება საკმაოდ დიდი, შენ ამ ყველაფერზე არ უნდა წახვიდე, არ უნდა გააკეთო. მაგრამ თუ რუსეთი დასუსტდება და რუსეთი აუცილებლად დასუსტდება, უკვე შემდგომ შენ უნდა იხელთო დრო, შენ უნდა გამოიყენო ის მომენტუმი, რომელიც უცილებლად და აუცილებლად დადგება და გარკვეული, აი ენგურ გაღმა, გარკვეული სამხედრო სპეც ოპერაცია, სპეც ანტიტერორისტული ოპერაცია, უხეშად ერთკვირიანი, უხეშად ხუთდღიანი, უზუსტესად გათვლილი შენ უნდა განახორციელო, უნდა აიყვანო პატიმრობაში ხსენებული 280 კაცი არ მოახდინო მათი ლიკვიდაცია, რომ დანარჩენი 17,000 რამდენი გამოდის 200 უკაცრავად ხო 19,000 რაღაცა 720 კაცი შესაბამისად გაჩერდეს და დასრულდეს და შეეგუოს იმას, რომ ქართული სახელმწიფოს იურისდიქცია აღდგა აფხაზეთზე, ოღონდ პარალელურად სამოქალაქო პირებმა, პოლიტიკოსებმა, ხელმძღვანელებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოფერზე ძალიან მარტივი ენით უნდა შესთავაზონ წინადადებაზე უნდა შესთავაზონ აფხაზურ საზოგადოებას და უთხრან, რომ აი გექნება შესასტუმრო, ოღონდ დაბრუნდება ტოლბილი და შენ იქნებით იმ სასტუმროს მეპატრონეები. აი იქ იქნება მაღაზია. აქ შემოვა არის ამ კოკა-კოლა, იქ შემოვა პეპსი-კოლა, იქ შემოვა ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ დიდი ბრენდები, აქ ამერიკული ინვესტიცია ჩაიდება, იქ ევროპული და ამ ყველაფერს შევეგუოთ და ჩამოვართვათ ხელი. რასაკვირველი ამის შემდეგაც ხა ეს მარტივად არ არის. ამის შემდეგაც უამრავ საკითხზე, უამრავ ყოფით საკითხზე გაიმართება, მოხდება კონფლიქტები აფხაზებსა და ქართველებს შორის, დაბრუნებულ აფხაზებსა და ქართველებს შორის, დაბრუნებულ ქართველებსა და აფხაზებს შორის. ეს გასაგებია და ამას არავინ უარყოფს, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენ გაგჭირდება ძალის დემონსტრირება, რომ იქ დამყარდეს კანონიერი სწორი ხელისუფლება. აქვე უნდა ჩატარდეს რასაკვირველი არჩევნები. მე არა ვარ რაღაცა გარკვეული სეგრეგაციების კი არა, გარკვეული უპირატესობების მიცემის მომხრე აფხაზებისათვის, იქ რაღაც 29-26-11 სწორი ფორმულირება თავის დროზე, მაგრამ მაინც არა ვარ. უნდა იყოს თანაბარი პირობები ყველასთვის, თუ აირჩევენ 100% აფხაზებს პარლამენტში, აირჩევენ 100%, თუ აირჩევენ 100% ქართველებს, ეს სხვა არ მოხდება, მაგრამ მაინც აირჩევენ ქართველი და ყოველგვარი რაღაც აპარტეიდული, რაღაც სხვა ფორმით აპარტეიდული რეჟიმის დამყარება არ მემაჩნია მიზან შეწოდება. მაგრამ თავარი არის, რომ ძალის დემონსტრირება დაგჭირდება და განეიტრალება, ანუ პირობითად ცხადია 280 თუ 380
480 თუ 780 სეპარატისტთა შორის ყველაზე დიდი სეპარატისტის. უამრავი რამე იქნება უკვე შემდგომ გადასაწყვეტი ქონების საკითხი, თუ აფხაზებს დაკავებული აქვთ ხაშვის არა მარტო აფხაზებს, მაგრამ მაინც ქართველთა ქონება გადარჩენილი ოჩამჩირეში, არა მხოლოდ სოხუმში, არა მხოლოდ პიჩვინთაში, არა მხოლოდ იქ შესახლებულნი არიან ახლად მოსახლე ეძახე შენ და 30-35 წელია სახლობს იქ. ვისია, როგორ არის, თუ არ არის ქართველების, რომლებიც დაბრუნდნენ ისინი სად მიდიან, ვინ იხდის თანხას თანხა, რუსეთს უნდა გადავახტევინოთ რეპარაციები, კომპენსაციები. სხვაშორის აი ხო თითქოს კავშირში არ არის, მაგრამ ჯერ ნაადრევია თითქოს ლაპარაკი იმაზე, რუსეთი რა ფულს გადაუხდის უკვე შემდგომ უკრაინას ომის დამთავრების შემდგომ, საერთოდ ათანხმდება თუ არა, ალბათ არ დათანხმდება, საიდან ამოიღებს ამ თანხას ევროკავშირი ან მსოფლიო ცივილიზებული თანამეგობრობა. მაგრამ შენ რომ არ ახარ უკრაინისაგენ, უფრო ზუსტი რომ იყო ქართული ოცნების ხელისუფლება, რომ პრინციპში მისი მოწინააღმდეგეა ეს ან უკრაინის თავისუფლების და უკრაინის ხელისუფლების მოწინააღმდეგეა, შენ ავტომატურად ხარ იზოლირებული პროცესისაგან, რომელიც ახლა მსოფლიოში ამ მიმართებით მიმდინარეობს. უკრაინელებს აქვთ უფლება, ლაპარაკია ძალიან დიდ თანხებზე დაახლოებით 700 მილიარდზე უკრაინის აღდგენისათვის, რომელიც უნდა წაართვან რუსეთს გარკვეული პერიოდის შემდეგ და გადაახტევინონ, იმიტომ რომ რუსეთმა ჩაიდინა უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულები, შენ რო ამ პროცესში მონაწილეობდე, ამ 700 მილიარდის 1%-ს მაინც ხაზგასმით ვამბობ, ანუ 7 მილიარდ დოლარს გამოსტყუებდი, არ არის ალბათ სწორი სიტყვა, მაგრამ მაინც დასავლეთს და დაუსაბუთებდი, რომ ისი რა არის ვიდრე უკრაინამდე, ანუ 2014-2022 წლებამდე, მანამდე 90-იანებში და 2008-ში ჩვენ დაგვამარცხა რუსეთმა და ჩემს დევნილს, ამ გვარის წარმომადგენელს, ჩემს დევნილს, იმ გვარის წარმომადგენელს და ასე შემდეგ და ასეთი გვყავს ჩვენ 300.000 ეკუთვნით კომპენსაციები, ფულადობრივი, ან შეიძლება სახლი დაუბრუნდეთ, ან შეიძლება რაღაც სხვა ფორმით მოხდეს მათი თვის რაღაცა არასღაურება, მაგრამ მაინც ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მოსობაში მე როგორც ჩანს შესაძლოა გამიჭირდეს ვიდეო ბლოგის გაგრძელება, ახლა ვეგეთქვით წუთ ნახევარში. მე მგონი არა, მე მგონი შევძლებ ვიდეო ბლოგის გაგრძელებას, ძალიან კარგი, ახალგაზრდებს მივესალმოთ, რომლებიც ასე კარგად მუშაობენ იმ სივრცეში, სადაც მე ახლა ვიმყოფები. მოკლედ, ეს არის ერთ-ერთი ამბავი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა ფიქრობს თუ არა ამ გვარობაზე, არა თუ ქართული ოცნების ბანდა ხელისუფლება, არამედ ოპოზიცია, მე ვერ ვამჩნევ. სხვა გზა მე არ მესახება. გარდა სპეციალური ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებისა. იმიტომ რომ უკრაინა რომ გაიმარჯვებს მაშინ, რუსეთი რომ დამარცხდება შესაბამისად მაშინ, ავტომატურად და ხონჩით არ მოგვერთმევა ჩვენ აფხაზეთი. ცხინვალის რეგიონზე. იმ პერიოდისათვის თუ ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში, საქართველოს ხელისუფლებაში, თითზე არ დააკარებს ბიზნე ივანიშვილი. აი, არაფერს არ გააკეთებს. და ბარემ რაღაცა აფხაზეთზე ვილაპარაკობ და ცხინვალის რეგიონზე, ერთი დეტალის და ერთი მნიშვნელოვანი ამბავიც. მოსკოვიდან სულ ისმოდა და ახლაც ისმის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ თბილისმა უნდა გააფორმოს სოხუმთან და ცხინვალთან თავდაუსხმელობის პაქტი. ჯერჯერობით მოსკოვიდან არ თქმულა, რუსებს ჯერჯერობით არ უთქვამთ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ეს თქვან, გარკვეული პერიოდის შემდეგ, რომ თუ თბილისი არ გააფორმებს თავდაუსხმელობის პაქტს ცხინვალთან და სოხუმთან, ამ შემთხვევაში რუსეთი განიხილავს კონკრეტულად ცხინვალის რეგიონის ანექსიის საკითხს. ანუ რაღაცა ერთგვარი შანტაჟია, ულტიმატუმი და შანტაჟია. შენ გააფორმე და თუ არ გააფორმებს, საერთოდ მივიერთებ ცხინვალის რეგიონს, იმიტომ რომ აფხაზეთის მიერთება ასე იოლი რუსეთისთვისაც კი არ იქნება. ეხლა მე ღიად გეტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ულტიმატუმი გარკვეული ალბათობით გაჩნდება, თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმება სეპარატისტულ რეჟიმებთან დაუშვებელი და წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ეს ნიშნავს არა ერთგვარ, არამედ სრულ პრაქტიკულად აღიარებას
დე იურე ხელისუფლებად ცნობას აფხაზეთს ვინც მართავს იმ ბანდიტური დაჯგუფებისა და ცხინვალის რეგიონს სამხრეთოსიც ვინც მართავს იმ დაჯგუფებისა ბანდიტური დაჯგუფებისა. მაგრამ რაღაცა ამ თემას შევეხეთ, იმასაც ვიტყვი, რომ ბიზინა ივანიშვილი თანახმა ამაზე, როგორც ჩანს, ყოველ შემთხვევაში ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ის მზად არის თავდაუწყებლობის პაქტი გააფორმოს ხსენებული რეგიონების, საქართველოს ძირძველი რეგიონების დე-ფაქტო მმართველებთან, სეპარატისტულ რეჟიმებთან. მეცაც გეტყვით, ოღონდაც კი არ აღიაროს რუსეთმა ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ საობიექტოდ ხო აღიარა, მაგრამ არ მიერთოს ის ანექსიის სახით. ბიზინა ივანიშვილი თანახმაა, რომ ცალმხრივად და მხოლოდ მისი მხრიდან მოიხადოს ბოდიში წარსულზე საქართველოს სახელით, არა სააკაშვილის სახელით რა უფლება აქვს, ხო? მაგრამ საქართველოს ხელისუფალი იყო რა, მიხეილ სააკაშვილი და მიხეილ სააკაშვილს ეტენება რა, ბრალდება რა 2008 წელი ასე მაგალითად. ის მზად არის, ანუ ივანიშვილი, რომ ბოდიში მოუხადოს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებას, პიროვნულად არა, ქართულმა ოცნების ხელისუფლება. ეს დამატებითი ანტინასახელმწიფოებრივი, ანტიქართული ნაბიჯი იქნება. ოღონდაც კი არ აღიაროს, ბიზინა ივანიშვილი მართლაც გაჭედილია, აღიაროს კი არ მიერთოს. ბიზინა ივანიშვილი მართლაც გაჭედილია, მართლაც ჩიხშია მოქცეული. რუსები ღიად ეუბნებიან, პრაქტიკულად ღიად ეუბნებიან, რომ ცხინვალის რეგიონის მიერთება ანექსია გარდაუვალია. ამ შემთხვევაში ბიზინა ივანიშვილს მოუტრიალდებიან მისივე თანამოქალაქეები, თანამომხრეები, მომხრე მოქალაქეები, რომლებიც ეტყვიან, რომ კი მარა შენმა სამშვიდობო პოლიტიკამ, რომელიც ასეთი ეფექტური იყო, ვითომ აგე თურმე არ გაჭრა, იმიტომ რომ რუსეთმა, რომელსაც ოკუპირებული ჰქონდა ცხინვალი და აფხაზეთი, საერთოდაც მიიერთა ეს ორი რეგიონი, ან ერთი ამ ორი ცხინვალის რეგიონი. და რა ხდება? ბიზინა ივანიშვილს ამ კითხვებზე პასუხისგაცემა არ შეუძლია. ბიზინა ივანიშვილი მოცემულ ეტაპზე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ცდილობს ივაჭროს რუსეთთან და დასავლეთთანაც, მაგრამ პირველ ყოვლისა რუსეთთან და ეუბნება დაახლოებით შემდეგ რამეს. რომ თუ თქვენ წახვალთ ანექსიაზე ცხინვალის რეგიონისა, ჩვენ, ანუ საქართველო, წავა დასავლეთისკენ. რუსებს ეს ფეხებზე ჰკიდიათ საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ რუსებს აქვთ პასუხის პასუხი ამგვარი დაახლოებით, თუ თქვენ წახვალთ დასავლეთისკენ, ამ შემთხვევაში ჩვენ მოვახდენთ ღია ინტერვენციას საქართველოში და დავიპყრობთ კიდევ უფრო დიდ ტერიტორიას და მერე უკვე ჩვენს მიერ წარმოგზავნილ პირს დავსვავთ თბილისის სათავეში, რომელიც ხიშტით מחვილით დაამყარებს რუსულ წესრიგს, რუსულ პარადაქს საქართველოში. პერსონალურად მე მგონია, რომ ამ არც ერთ სცენარს ახდენა არ უწერია. ანუ მე მგონია, რომ ბიზინა ივანიშვილი ასე კეთავს, არ ვიცი ხა საბოლოო ჯამში, მაგრამ რუსეთი ამ რეგიონში ვერ გაიმარჯვებს. იმ შემთხვევაშიც კი თუ ანექსიაზე წავა ცხინვალის რეგიონისა. მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია მაინც უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე. ამიტომ ერთ წუთს დავანებოთ ყველაფერს თავი, როგორ განვითარდება მოვლენები, ამას ვერ გათვლი, პროგნოზს ვერ გააკეთებ, ვერ ზუსტ და არაზუსტ წელს. ამიტომ უნდა ვიფიქროთ თემაზე, როგორ ვიბრუნებთ ჩვენ აფხაზეთსაც კი არა თუ ცხინვალის რეგიონი. ჩემი სცენარი არის მოკლევადიანი, სპეციალური, ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარება ცხინვალსა და სოხუმში და ჯამში 280 თუ 560 პირის განეიტრალება და მერე უკვე ლაპარაკი ძალის პოზიციიდან, ოღონდ ეს ყველაფერი არ უნდა მოხდეს ვიდრე უკრაინაში, უკრაინის გამარჯვებამდე, ვიდრე პუტინის დამარცხებამდე და ვიდრე ივანიშვილის ან დამარცხებამდე, ან გვარიან დასუსტებამდე, კი არა დამარცხებამდე. ხო, ბიზინა ივანიშვილის პირობებში ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება. ცხადზე ცხადია. ნახვამდის.